მოგესალმებით, მე ვარ ლევან დოლიაშვილი და ჩვენ დღევანდელი გაკვეთილი იქნება დაფაბლიშება გლობალურად ჩვენი პროექტის. ამისათვის მოვიძიე საიტი, არსებობს smarter.asp.net, რომელიც უფასოა. შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ მარტივად. შეიყვანოთ შესაბამისი ID და პაროლი, რომ დარეგისტრირდებით. შემდგომ security code ასე. შემდგომ შეგქნით თქვენ ასე ვთქვათ domains. მოდი მარტივად რო ვქნათ ეს გადავიყვანოთ 3 და 2-ზე. და კი ბატონო, ამოგვიგდებს ესეთ, ასე ვთქვათ, საინფორმაციო page, შემდგომ ვირჩევთ control panels. ვირჩევთ new site. folderis სახელი იყოს მაგალითად blogi, submit. download და სანამ ეს დაყენდება, ასევე უნდა გადმოწეროთ download file zilla. გადმოწერეთ აი ეს. ამასაც მარტივად დააყენებთ, რომ გადმოწერეთ, გამოიყურება აი ასეთნაირად. გახსნით. კი ბატონო, შეგვიქმნა ამან. შემდგომ შევდივართ manage website. მივუთითოთ, რომ ამის ტიპი არის ASP.NET. ASP.NET Korea, net mode, class mode, integration mode, submit. შემდგომ გავხსნათ ჩვენი file zilla. და უკონექტოთ ახალი საიტი, რომელიც უნდა წამოვიღოთ, გადავიდეთ FTP-ში, ანუ file transfer protocol-ში. ავირჩიოთ შესაბამისი ადრესი გამოგიტანს, ჩავაგდებთ. ასევე username-ს მოგცემს. პაროლის იქნება, რაც დავადით პაროლად ჩვენ users. ანუ რითიც შევედით რა, ასე ვთქვათ. შემდგომ connection. establish connection tab. ასე დაკონექტდება. დავკონექტდით, აი ჩვენი ბლოგი წამოვაგდო. შემდგომ მოდი ეს ჩვენი ბლოგი release-ზე გავუშვათ. CMD გავხსნათ. შესაბამისად სად არის? ახლა ამას ლოკაცია მოვიღოთ. დავკოპიროთ. ეს უნდა გადავიდეს ამ ლოკაციაზე. შემდგომ დავწეროთ ახლა კომანდი .net publish -s და release კი ბატონო. enter. download. გავხსნათ შემდგომ ჩვენი file zilla. უნდა მოვძებნოთ ახლა ეს პროექტი.
სანადირგდო ეს პროექტი იქნა admin-ში resource repos იდეაში აქ რო გადავწე ახლა ეს ადგილი ხონა იპოვოს იბატონო იპოვა შევიდეთ ბლოკში შემდგომ და ბლოკში დებაგი გვინდა ბლოგი გაიხსნება ბლოგი bin-ში დებაგი უბრალოდ არ გვინდა პირიქით release yes და გვიფაბლიშა შემდგომ publish-ი და root-ში რაც იქნება თუ ყველაფერი ან publish იდეაში რაც არის ყველაფერი გვჭირდება ეს არის ფორდელი მოგვცა მარტო ეს ცოტა მეტი უნდა მოეცა აი ეს publish bin-ში release bin-ში release და publish მე სადღაც ვარ კიდე შესული publish-ი უშუალოდ ახლა მოვიღოთ ყველაფერი აი რაც მოხდა არის იდეაში სხვა ფაილებიც უნდა იყოს და რატო არ ჩანს ვერ ვიგებ ახლა მოდი ხელით ნახოთ რაღაცა მეეჭვა ესეთი ცოტა ფაილი როა bin-ში release და აი რამდენი რაღაცა აქაც და publish-ი აი publish-ი რამდენი ფოლდერი მოგვცა და იქ ესე ცოტა საათო მიჩვენებს What did I do? Something publish-ი Sometimes მონიშნული რომ ახსოვს და მაგით უწევს აი ამოყარა დაბლა ამოყარა კი ბატონო ნუ ეხლა ეს როგორ ვარდება აქ მარტივად უნდა შევიდეთ ჩვენ ბლოკში და შემდგომ მოვკიდოთ ხელი ამ ყველაფერს და ჩავყაროთ ესე მოვნიშნოთ Ctrl+A მოდი მოვკიდოთ ხელი და გადავყაროთ პირდაპირ ნუ ოკეი და ელოდოთ გადაყაროს ნუ ელოდება მაგრამ გონი უილავწოლოთ კიდე შემდგომ ახლა უნდა ჩავყარო რადგან ბაზაც გვაქვს ასაღები აქედან ანუ ამათ ბაზაზე უნდა განვათავსოთ კიდე ჩვენი ასე ვთქვათ ანუ ეს თვით ბაზაც გვინდა მაგრამ ნამდვილ ნახოთ მაინც გაიშვას და დავწმუნდეთ რომ მართლა ბაზის ერორს გამოიტანს ნუ კიდე ყრის შეჯერობით დაველოდოთ ნუ 263 ფაილი დარჩა მაგრამ მოდი სანამ გადაიყრება database-ი შევიდეთ ავირჩიოთ MS SQL database-ი აქ არ გვაქვს MS SQL database-ი გვინდა მოდი ბატონო 1000 მეგაბაიტს უფასოდ გვაძლევენ ეს არის MS SQL 2017 ეს 2017 რა აზრი იქნება 2013 იყოს default და რაც მონიშნა იყოს კი ბატონო submit
მოგცა თავისი ID paroli რითიც უნდა შევიდეთ შემდგომ და ეხლა ჩვენ გვინდა connection string-ი ეს connection string-ი უნდა ავიღოთ აქედან ავიღოთ connections მაგრამ ეს pastry გვინდა და აქ უნდა ჩაწერო შენი DB-ის password-ი ჩვენი DB-ის password-ი აქ არის შევიდეთ დავაკოპიროთ ამას რა უნდა ოკეი ან მოდი მაინც ახედა უნდა გავაკეთოთ release და ტყუილი რაღაც უყარო ესენი მოდი ეს დავკენსელოთ вообще აღარ გვინდა მის გადაყარა ახლა ამოვშალოთ საერთოდ ესენი რაც დავშალეთ ну ახლა მის ჩაწერა როგორ უნდა გავაჩეროთ ну რიგშია და თამყრის successful transfers FTP პროტოკოლის მეშვეობით ну გაიგოს ესენ ჩავაროს ჩვენ საქმეს მიხედოთ სტარტაპში app setting-ში გქონდა უბრალოდ ეს არის შევივანოთ აქ ჩვენი connection-ი რაც მოგცა ესე ну შემდგომ აქ უნდა ჩავწეროთ paroli ანუ რასაც მოგცემთ თვითონ ეს მოდი აქ დავასტოპოთ ну paroli შევიყვანეთ ახლა update database გავაკეთოთ update database update database Rauna gider çakarama ez gurgo çiru laqris taqris telefonları sayın zamaya canı laqris и вот оно data update мofta ну შევიდე ახლა იდეაში მაგრამ მე ჩავარის MS SQL-ით რო შევიდეთ წესთან ბაზაზე უნდა მოხდეთ ესე იგი username ეს არის paroli ვიცით ანუ უნდა შევიდეთ SQL Windows authentication აღარ გინდა SQL authentication ეს არის online ბაზა ანუ ლოკალური ბაზა აღარ გინდა online ბაზაში შევდივართ მაგრამ server-ის name რა იყო ეს არის server-ის name MS SQL server-ის name server-ის name ეს არის ჩემი username შევიყვანოთ connect ნახოთ ახლა რა მოხდება ну თუ აქ დავლოგინით ესე იგი გაცორი შევიყვანოთ ახლა online ბაზას ვერთდებით ანუ online SQL-ს server-ზე რაც არის განთავსებული გლობალურად ну აქ რა ხდება ну 127 გადარჩა და მართლაც შევედით online ბაზაზე ძლივს გავხსნით ესე იგი local host ახლა უკვე გლობალურად მუშაობთ ну შევიდა ბაზაზე
database რო ჩამოშლით my blog-ის database-ზე უნდა გქონდეს. აქ სხვა რაღაცა დაურქმევია. ნუ არ არის პრობლემა, თეიბლები და ის უკვე იგივე იქნება. ჩვენი თეიბლები. Voila, არის. აი, ეს აღარ გვინდა ვენდოვი უკვე. ამას რაღა უნდა retriever ჩაწერა. და ეხლა ახლიდან გვიწევს publishing mains. მაგრამ ეს მინდა რომ ჩაწეროს don't გიცდეთ იმაში რომ ბაზა არ გვაქვს ბაზის ერორს ამოაგდებდა იქ, მაგრამ ჩაწეროს mains და გაჩვენებთ. And you can turn detail there or something. როგორც ხედავთ, ჩაწერა. ეხლა მოდი შევიდეთ ჩვენ ვებსაიტებში. ეს არის ჩვენი ლინკი. შევიდეთ. exception-ები გარეთ ხომ აქვს გამოტანილი. კი, დავინახავთ რა exception-ი იქნება. ცოტა ჭიდავს. და როგორც გითხარით, SQL-ის exception იქნება მეთქი. რადგან ბაზას ვერ დავუკავშირდა. ჩვენ ეს უკვე გავასწორეთ. ეხლა იდეაში აქ release გავაკეთოთ, მოდი ისე .NET Publish release და ყველა ფოლდერი რო აღარ ჩავაგდო პრინციპში ყველა ფოლდერი რო აღარ ჩავაგდო მარტო offsetting-ი რო ჩავაგდო ხო უნდა იმუშაოს ეს მარტო იქ შევცვალეთ ხო offsetting JSON-ი ეს დავარეფრეშოთ ახლიდან შევიდეთ აქ აბა ეს რო გავხსნა აქედან და open ეს თუ გაიხსნა ის წერია რა ჩვენ გვინდა ეგრევე ამას შევავდებ ნუ კი ბატონო ეგ არის ანუ ჩავაგდოთ მარტო app.json Okay. Apply to current queue only. Overwrite. Overwrite gageta. JSON, sadari, JSON. გაკეთა ესე იგი ნუ ის გადაგვჭირია ახლა ნახოთ ეს საიტი copy paste და შევედით ილოცავთ შეიძლებათ public-ში ნახოთ თქვენი ერთადერთი ახლა რაც დაგვრჩა ეს ის არის რომ ფაილებში შევიდეთ და უთხრათ რომ file permissions read write აქ უკვე პრინციპში და აბა მოდი დავამატოთ admin პანელი შევიდეთ admin შევედით ოკეი მოხდათ admin-ი password sign-in A data breach on the site or your password. I recommend changing your password or
now. Well, it's a Chrome order, Chrome. Admin password. Admin paroli შეცვლება გამეწყდა. Chrome product checks your password and it sets Please online. When you do this, your password encrypted so they cannot be read by anyone, include Google. Тут клубში რაღაც პაროლებს შეცვლიეთ ცოტი. ან მოდის ვაიმეთი შევიდეთ. რა პაროლია დამახსოვრებული ვერ მივხვდი ახლა ამას რა უნდა. Change your password. ჩვენ საიტზე გვინდა საინი admin password sign in დაიმახსოვროთ პაროლი არ დაიმახსოვრო Wow. What is Guys, ნახოთ როგორი სიბრალია ახლა ეს. საინტერესოა, მოდი კუქებს გავასუფთავებ. Setting-ები, clear cookie. ნახოთ. Sign in admin ეტყობა cookie როა ჩარჩენილი მაგით უქნა password sign in კი შევიდა კი ბატონო admin პანელი create post-ი შევქნათ .net-ზე მოდი ზღვაზე შევქნათ C ზღვაზე ლეთაგდებს ტექსტს Travel Blacksy no zozir travel Wow it is amazing all there was arts maxus amazing how you see ეს იყოს დიდი ტექსტი შუაში. ავტირთოთ სურათი, დესკტოპზე ვიგდია. ზღვის სურათი ეს არის. Submit. Home და ეს ну ეგ არის ესე იგი ონლაინ საიტიც გვაქვს შეგვიძლია შეხვიდეთ ამაზე ну დომეინი უკვე თქვენია რაც გინდათ გააკეთეთ დომეინზე ჩვენ დღევანდელი გაკვეთილი ამით დასრულდა კარგად გრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე